ხო წარმოგვიდგეთ და მოგვახსენოთ რა საკითხზე მოგზავნით ჩვენთან და ისეთ მაგსურთ. მე ვარ ნიკოლოზ ერში თემურ ტაბაღვა, რომლის სახურო დღესდღეობით ავჭალის წმინდა გიორგის მონასტერში. 12 აგვისტოს 2013 აგვისტოს როგორ გამომძებელი ახაჭუმბაძე დაუკავშირდა ჩემ მეგობარ მურატ გაბონიას, რომელიც ითხოვდა ჩემი მობილური ტელეფონის ნომერს. ვინაიდან გახდი სხვა ჯამიაში მონასტერში ვერ მოხდა ის მე ჩემთან დაკავშირება. მოგივე დამიკავშირდა მურატ გაბონია მეგობარი, რომელმაც მითხრა რომ როგორ გამომძებელი ახაჭუმბაძეს უნდა ჩემთან შეხვედრა. 13 აგვისტოს მე გამოვცხადდი ქალაქის პროკურატურაში 11 საათზე, დილის 11 საათზე, სადაც ფოიეში დავხვდა პროკურორ გამომძებელი ახაჭუმბაძე, რომელმაც ამიყვანა თამის სამუშაო ოთახში. სამუშაო ოთახში შევედით, როგორც ჩვენ მოგივი დავაპირე, სულ სხვა გამომძებლები, დაახლოებით 4 პირი. და რის შემდეგაც შედგა ჩვენი საუბარი. რაზე ისაუბრეთ და რას გეუბნებოდნენ? და დაკითხეს თუ არა? ისინი თხოვდნენ ჩვენით მიცემას, ჩემი მხრიდან. უშუალოდ ჩვენება შეეხებოდა ალანია ხაჭავა აფიციალურთა ბიბლიოთეკის საჯირის მოგზის პერიოდს. ჩვენი მიცემის პერიოდში ისინი თხოვდნენ ჩემგან ისეთი ფაქტების დადასტურებას, არასებული ფაქტების დადასტურებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას მიმართებოდა მიზან მიმართულად ბაჩო ახალაიას მიმართებოდა ეს ფაქტები, რომ ბაჩო ახალაიას სულჩვენებით ბაჩო ახალაიასზე მეთქვა რაღაცები და ამ დადასტურების ფაქტებად ბაჩო ახალაიას დააზიანებდა საერთო ჯამში ისეთი ფაქტების აღწერა. ანუ ისინი ითხოვდნენ სულჩვენების მიცემას ბაჩო ახალაიას წინამდე? ისინი ითხოვდნენ მიცემას ბაჩო ახალაიას წინამდე, რაც გამოიხატებოდა იმაში ზუსტად რომ იყო შემთხვევაში შეკითხვები, რასაც მე პასუხობდი თქვა რომ არა ეს ასე იყო, კონკრეტულად ეს ასე არ ყოფილა ეს ფაქტები, მაგრამ ვინაიდან შეკითხვა ეხებოდა ბაჩო ახალაიას, ისინი ამ ფაქტებზე ჩერდებოდნენ ამ ჩვენი მიცემის დროს, წელის დროს 4 კაცი უშუალოდ ამ დროს ახდენდა ჩემზე კაროსელი ტიპის რაღაც შეკითხვების რაღაც ისეთ ფორმებს ავიცი ძალიან ზემოქმედები მოთხოვნილ რაღაც კითხვები და ისე დაუნდობელი კითხვები და ისე რაღაცებს ზემოქმედები იყო ესეთ ფაქტი რომ მაგალითად გამიყვანეს სხვა ოთახში როგორც მახსოვს როგორც მე გავარკვიეს შემდეგში ეს ჩემი აზრი და თქვა იყო გამოსჯობის უფროსი რომელმაც პირდაპირ ასე მუქარით ითხრა რომ თუ არ მოხერხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება რაც მას აწყობდათ მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლობის ციხის, ყოფილი თანამშრომლობის ციხის 7 კაცის დაპატიმრება, მათ შორის ჩემიც და დააკავებდნენ ყველას ერთად. ანუ თუ თქვენ სულჩვენებას არ მიცემთ ბაჩო ახალაიას წინამდე დაგემუქრან დაკავებით? დიახ, მე პირადად და კიდე 7 კაცი, რომელიც მუშაობდნენ ამ პერიოდში ციხეში. სხვა რაიმე სახის შეურაცხყოფას, ცინიკურ დამოკიდებულებას ხო არ ქონიათ? იყო რაღაც გამონძიების მხრიდან ცინიკური შეხებოდა უფრო სამღვდელოების ჩემ გლობას რო შეხებოდა ისეთი რაღაცები ხანდახან საუბრები რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ყველაზე მეტად მიუღებელი იყო რომ ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავიწყეთ დილით 11 საათზე როგორც პროკურატურაში და მოვჩით ღამის 23 საათზე 12 საათი ვიყავი ერთ ოთახში მშიერი ისე ძალიან აი სულჩვენებას ხელი მოაწერეთ? კი, სულჩვენებას მიდო მოაწერე ხელი რომ უკვე 12 საათის განმავლობაში ერთ ოთახში ყოფნა და ეს 5-6 კაცის ზემოქმედება შეკითხვები და ეს იყო ჩემთვის დამღლელი და ფსიქოლოგიურად ძალიან შევიყრია მომენტში. ერთი მქონდა სული გავსულიყავი ამ შენობიდან ამ ოთახში რომ ფსიქოლოგიურად დამშვიდობულიყავი და ეს ეწოლა თქვა აგრძელებულიყო კიდევ რამოდენიმე საათები. ანუ ამ ზეწოლამ განაპირობა ხელის მოწერა თქვენი მხრიდან, ხო? კი. კონკრეტულად ისინი ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას მიმართ გეთქვათ სულჩვენებას. კონკრეტულად მაგათ დაინტერესება იყო ისეთი ფაქტის
ფაქტების დადასტურება გაჩვენებად მიმართ, რომელიც არ მოხდა.